მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. რადიო სივრცის ეთერშია 98.5 რადიო თავის რადიო სივრცე ჩემო ბატონო. ეს გახლავთ ჯაპანას პაპანაკებაო, ასე ამბობენ და მე მისი წამყვანი გახლავთ პატრიციემულო ტელემაყურებელო რადიო მსმენელო ჯაპანა. თქვენი მონამორჩილი. დღეს მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი. არაჩვეულებრივი. ახლა როგორ გითხრათ ბატონებო და ქალბატონებო, არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკას ხდიან, მაგრამ კაცი შულს აღარ ახსოვთ ის მუსიკა რა. ეს არის ადამიანი, რომელიცაც აი რა გითხრათ, ესე იგი თუ მე ადამიანი აქ ცხოვრობს და არა მარტო აქ, მაგაზეც ვილაპარაკებ ჩემო საქართველოში. ესე იგი ადამიანია, რომელმაც დატოვა ესეთი სიმღერები, რომ აი არ შეიძლება რომ ამოჩემებული სიმღერა რო ქვია. ადამიანები რო თავისთვის გიღინებენ რა. აი როგორ გითხრათ, ხა ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორც არის გაიღიმე, როგორც არის შოკოლადის წვიმა, როგორც არის ისრისფერი განშორება, იყო და არა იყო რა, ჩემი ცასევლისფერია და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი და რასთავარი არაჩვეულებრივი არანჟირების გამკეთებელი ადამიანი ეს არის აკეთებს საოცარ არანჟირებებს რა არის მუსიკოსი არის კომპოზიტორი და არის ძალიან კარგი ადამიანი ჩემო კარგო ადამიანებო და ჩემო ბატონებო და ქალბატონებო ეს არის გია მაჭარაშვილი და მე ვარ ძალიან მოხარული გია ჩემო კარგო ადამიანი რომ შენ დამთენება ჩვენ სამწუხარო ვარო რატომღაც ამდენი ხნის განმავლობაში დიდი სხვაობა ჩვენ შორის არ არის და რაღაც გადაყრილები არა ვარ ხდება ასე რომ ადამიანები ვერ გადავეყრებიან ხო რაღაცა აი ძალიან ბევრი საერთო ახლობელი ყავს ყველაფერი გასაგები დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ ხდება რომ რაღაცა ადამიანები და მე ვარ უბედნიერესი კაცი პირველ რიგში, რომ დღეს ჩვენ გადაცემაში გადავეყარეთ ჩვენ ერთმანეთს გავიცანი და იმის უფლებაც მომეცი რომ შენობით დავილაპარაკოთ ჩემო ბატონო და მოხარული ვარ. ავიღე შენგან უღრმესი მადლობა და მადლობა პატივია ჩემთვის მომზადება შენ და მოგესალმები და როგორ ახარ დავიწყოთ ასე. როგორც გამარჯობა ჩემშვიდობის. დილოში შვადრებში. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სივრცეში ამ ულამაზეს იცოცხლე ჩემო. გემრიელ ადგილზე და არაერთი გადაცემა მინახავს და მომისმენია ჩემთან სახლში თავისთავად ცხადია და მოხარული ვარ რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია. ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და აი მეც მომიწია რიგმა და მოვედი შენთან სტუმრად. პოტიშვილი შემო დაგვიანებით. დაგვიანებით. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თავში ვიქნები ბოლოში, მთავარია მანამ ახსოვ ხარ ადამიანებს, შენ მოსახლეობას, შენ გულშემატკივრებს, მანამდე მე ვარ ცოცხალი და ბედნიერი ვარ, რომ ესე იგი ამ ხალხს ახსოვთ ჩემი შემოქმედება და ეგ არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და ქონება. კი ბატონო, ახსოვთ რომელია? დავიწყოთ იქიდან. ჩვენ გვაქვს სულ 50 წუთი და მინდა უამრავი კითხვები მაქვს რა, ისე რომ აი როგორ გითხრათ, რაღაცები ის კი არა. ამოვიღეთ და იქნება რომელიღაცა ეს არ გამოვტოვოთ, ის თქვათ, ეხლა მე და ჩემი პროდიუსერი მუშაობთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სხვა ძალიან ბევრი კითხვა მინდა დაგისვა, მაგრამ ყველაფერზე პასუხი ხო უნდა გამცე და ეს რეგლამენტი კიდე მომკლა, ამ რეგლამენტმა აღარ შემილია რა. შეესწები მოკლე პასუხები. ხო, ლაკონურად. ხშირად ეხლა ჩვენი სტუმრები მუსიკასთან მიინტერესებს მშობლების დამსახურებით ხდება ხოლმე. ეხლა ეს არის ვინ იყვნენ მშობლები? დავიწყოთ ბავშვობიდან რა. მოდი აქედან დავიწყოთ, შეძების და გვარად, რამდენად ჩავეტევით, რომ ბავშვობა აუცილებლად დაინტერესებს შენი ჩემო კარგო. მოკლედ მივყვეთ, მოკლედ 2 წლიდან 3 წლიდან ხეროდა ვინ მეხსიერება ხეროდა. გეხსნება უკვე და იმახსოვრებ დეტალებს ხომ? ბაბუას და ბებიას ხელში ვიზდებოდი ძირითადად მშობლები მუშაობდნენ. დიახ, დაკავებულები იყვნენ და ჩემი გამზრდელი ბებია იყო ძირითადად დედის მხრიდან. კი ბატონო. და საღამოთი როცა ბაბუა მობრუნდებოდა სამსახურიდან, გიტარას დაიჭერდა ხო, ეხერხებოდა. გიტარას დაიჭერდა და მანჯგალაძის კაცი იყო და 7 წლიანს და 6-იანს. 7-იანს. კი ბატონო, პირველი ეპესნია იყო. 7-იანს, ხო, 7-იანს და მე 6-იანი, მე გავერკვიო რომ თურმე 6-იანი, მithumetes ისე შემოვიდა მოდელში 6-იანი, 7-იანი დაიკარგა საერთოდ, მაგრამ ეს რა ხნის ასაკში? დაახლოებით 2-3 წლისაა. უი რა სწორია. ხო, უკვე დაბადების დღეებს რო გიხდიან და გამახსოვრდება რა ეს. ესე იგი ყური უკვე შეატყეს რო არის. დავждეოდი ჯირკოზე. თუ ჯორკო ქვია ეხლა. ჯორკოზე და ესე თვალებს შევციცინებდი და მაშინდელი სიმღერები რა. ნებისმიერად ციცინათელადან დაწყებული ჭრელო პეპელა რაღაცები და ცდილობდნენ რომ მეც ავყოლოდი. ნუ ეხლა ჯერ რა ვიცი, ეგ აღარ მახსოვს როდის დავიწყე პირველად მართლა სიმღერა, როგორც ბები ამ გადმომცა, თურმე ნაადრევ ასაკში, თურმე უკვე ჟუჟუნაწვიმას ყვებოდი, მივყვებოდი და ვცდილობდი რომ სიტყვები ამეყოლებინან ყველაფერი. ნუ კარგი. გაიარა მაგ პერიოდმა უკვე სკოლის ასაკში უკვე ახალი ბინა მიიღეს ჩემმა მშობლებმა ახლანდელ ხვიჩიას ქუჩაზე
დედმამიშვილები როგორ ყავდა? დედმამიშვილები ხვალ ერთად ხვალ ფერობდით. დედმამიშვილები 63-ში დაიბადა, მე ვარ 56-იანი. 63-ში გაჩნდა ჩემი ძამი, 7 წლით უმცროსია ჩემზე. ხო, მაგრამ ჩემი ძმა დღეს ისე მღერის, რომ ბევრ შეშურდება კიდეც. უბრალოდ არ წავიდა იმ მიმართულებით, რომ ბიჭებს ჩახუტებოდა კოლეგებს ასე შემდეგ, სულ სხვა გზა აირჩიეს, სხვა პროფესია, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დღეს ნანობს. როგორ ჩენ, მაგრამ მაგაზე მე ვილაპარაკე. გზა რა აირჩია, იმას შენ თუ იტყვით, რომ მე გავიმეორე. რა ფაკულტეტზე სწავლობდი რა. ხო, მაგ კი ბატონო, მივალთ მაგამდე და პირველი სიმღერა, რომელიც მოვიდა ჩემს ტვინში, რანაირად მოხდა, ვერ გეუბნები ამ ცდას, არც მქონია მანამდე მცდელობა, ეს იყო მე-9 კლასში. აი ესე ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ჩემში სიმღერის შექმნის ეტაპი, ხო, მელოდიის შექმნის ეტაპი. უბანის სკოლა, რომელი დაამთავრა? 102 და 72-ში დავიწყე კინოგაზაფხულის პირდაპირ მხარეს და მე მოხდა ისე რომ მამა იყო მთავარი ექიმი წლების მანძილზე საგარეჯოში, საავადმყოფოში და მოხდა ისე რომ საჭირო გახდა ჩვენ რომ მე და დედა რომ გავყოლოდით იქით მხარეს. ხო, ეს არის დაახლოებით მე-3 კლასი და ერთი წელი იქ მომიწია სწავლამ. იქ მამა სადაც ცხოვრობდა ნაკირევებში, ერთ-ერთ მაცხოვრებელთან, იქ ცხოვრობდით ჩვენც. მე მე-4-ში ისევე გადმოვედი, მოუბრუნდი ისევე იქითკენ, რა ქვია, 72-ში და მე-6 კლასში რომ გადავდიოდი, ან მე-5 რომ დავამთავრე, ჩემს სახლთან ამ ხუჩიას ქუჩაზე, ბოლოში, ჩემი იყო მაშინ წითელი პარტიზანები. წითელი პარტია იმასე. ამოვისუნთქე, ხო? არა, სხვათა შორის ბატონი იპოლიტე ღმერთმა აცხონოს მის სახელი, ჩვენი უსაყვარლესი, უნიჭიერესი ადამიანი ცხოვრობდა ჩემი ქუჩიდან თუ გავყვებოდი იქითკენ, საბურთალოს ქუჩასკენ, გადავკვეთავდი თუ არა და ხელმარცხნივ პირველივე კორპუსი იდგა ეხლას აი და მეუღლესთან ერთად ხშირად დამინახავს ხოლმე ავტობუსის გაჩერებაზე და შემდეგ შევცინებდი ხოლმე, შევენატრობდით ყველანი. ხო და ეხლა მადლობა ღმერთს ქვია მისი სახელი ამ ქუჩას და წინ აშენდა 102 სკოლა რა, მერიის შენობის ზუსტად მოპირდაპირე მხარეს. აი ესე გადმოვედი მე-6 კლასიდან დავამთავრე ეგ სკოლა. ნუ აქაო და პოლიტექნიკური პირდაპირ ცხვირწინ მქონდა ადმინისტრაციული შენობა, მე-6 კორპუსი და ჩავაბარე მანდ. მაგით ახლოსი კაი საჩებურიკე, ჩებურიკები ზუსტად სახინკლეც იყო ყველა. სახინკლე საჩებურიკე. ესე არჩევანი დიდი იყო. აჭარის სახინკლე, აჭარის ქვემოთ. ჩვენთან მოპირდაპირე მხარეს აქეთ. ანუ გპ იქით არის და აქეთ ხარეს იყო სახინკლე. ჩებურეკი რაღაცა და თუ მანდა მაინც დიდუბეში გადავდიოდით, დიდი სახინკლე რო იყო. პივნოი რო კი ჩატეხავ ეგრევე. კი, გენიალური იყო რა და მაქსიმუმ მივდიოდით სალობიეში. დავკრავდით ან გაცდა ლექცია ან რაღაცა. ფაკულტეტი ვითხარი გეხაწერ ფაკულტეტი. ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. ხო, მე მიწერე ინჟინერ ელექტრიკი. ხო, გპ მაშინ როგორ იყო, იცი რომ გპ-ში სწავლობ, არა, პროსტა როჟა მაქვს ეგეთი. სხვათა შორის ანეკდოტი იყო ეგ. ჩემო ჯაბან. ძალიან დიდი როლი შეასრულა მან სწავლის პერიოდში მუსიკალურ ცხოვრებაში. როგორ ოთარიოსებიანი ეგრე მათემატიკოსი იყო, ჩემო კარგო, ისეთ კინოებს იღებდა. კი ბატონო. გახმოვანებაში მე მაგას მე რატომ იცით ან მე სულ რო არ მოველოდი შემთხვევით ძალიან შემთხვევით მაგრამ მე-3 კურსზე ვიყავი მიმიწვიეს ორკესტრში დასაკრავად თან გპ-ში რა ხდებოდა მუსიკალურად ძმაო დაასლაპარაკე ეგ მოყოლებული შენზე ადრე ეგ გურამბზვანელი ისინი გაიხარე სოსოტულში იყო თონებული ჩემ დროსაც ხელმძღვანელი და დროინდელი აი ბატონი გურამის ბზვანელის დროინდელი 50-იანი წლების დროინდელი ორკესტრიდან ნახევარი მაინც იჯდა ჯერ კიდევ იქ უკრავდნენ ზოგი სასულელზე ზოგი ისეთი ბედნიერება იყო ჩემთვის აი შევნატროდი რა კაკო აშალომიძე ბიჭები გავიცანი კიდევ ვალერი ფაილოძე შემდეგ ხო რა ხო და აი ესე ნელ-ნელა მანამდე პარალელურ რეჟიმში როგორ ვახერხებდი დღეს მობილური გაქვს ისე რაღაცას დაურეკავ დაგიკავშირებ იმ ყურმილით როგორ ვახერხებდით კავშირს ერთმანეთთან მე დღეს გაოცებასავ იმიტომ რომ პარალელურად 76 წლიდან უпроსორად 17 დასაწყისიდან თავი ამოყავი მარსელ კაპანაძესთან იყო ესეთი კოლხეთი იყო ესეთი ანსამბლი მარსელ კაპანაძე იყო გახდათ ხელმძღვანელი ცხონებული გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ ძველი თაობა წავიდა და ეს ახალი თაობა მათ შორის კაკოც იყო იმ დროს ერთად ვიყავით მივედით და
ვაშალო. აი, კაკო ვაშალომიძე. აი, რა ფოტო ვიპოვე. ვალერი ფაილოძე, სადაა, სად გავიხილე. აგი. ვახ, ხო, კოლხიდა ოღონდ ეს უკვე ეს ცოტა სხვა შემადგენელი. ეს ფირფიტა, ფირფიტის. ეს ხო, ფირფიტის არის და ეს თუ არ ვცდები ძველი უფროსის შემადგენლობა, უფროს თაობის შემადგენლობა. და მღეროდნენ ქართულ სიმღერებს, რასაც ქვია და თან უკრავდით, თან მღეროდით და ეგ იყო ერთი პატარა ნაბიჯი, კარგი გამოცდა იყო. ამოყავი თავი გპ-ში. ხო, ორკეში. ეს იყო კიდე რამხელა ნახტომი იყო. და ამის შემდეგ 80-ში ვამთავრებ ინსტიტუტს და რო გამანაწილეს იმაში რა ქვია საავიაციო ქარხანაში და იქ უნდა მემუშავა ამ პროფილის მიხედვით. ბოდიში ვიხდი, აი სანამ მიკამბავი იქნება, ხო არ გამოგჭა სანთელი იწვის მეთქი, აი ეს. ეს მე-9 კლასი რო აი ეგ მაინტერესებს ძალიან რა, როგორც ვიცი, პირველი მელოდია სიმღერა მე-9 კლასში შევკიდე. კი ბატონო. ეს რა ისი შეყვარებული ხო არ იყავი, მე ხო არ საერთოდ ამოვიდა იქ. არა, კი ეხლა მაგ პერიოდში ვინ არ არის შეყვარებული, მაგრამ მაგის მიზეზი ეგ არისო. არისო. ჩემმა თანაკლასელმა გარდაიცვალა ძალიან მოკლე პერიოდში ის ბიჭი ნუკრი ფუტკარაძე. ერთად მოვდიოდით ლამის პირველი მეორე კლასიდან რა, ერთად მოვდიოდით და საიდან მოიტანა ეს ფურცელი ერთ ცალგვერდზე დაწერილი იყო ხელით ნაწერი. ვისი არის სიტყვები ეგეც არ ვიცი დღემდე. სად იპოვნა თვითონ დაწერა თუ სადღაც არც მიკითხავს. გიო, ესო შენო ფორტეპიანოზე დადიხარ ისაო და იქნებ გამოგადგეს რაღაცაში, მომიტანა ეგ ტექსტ პატარა არის რა, კუპლეტი მისამღერი, ისევე კუპლეტი, პატარ-პატარა კუპლეტები და იგივე მისამღერი. სახში რომ მივედი, დავინტერესდი რა. ჩავჯექი ჩემს ინსტრუმენტთან და ძალიან მალე უმოკლეს პერიოდში მელოდია წამოვიდა სიტყვების მიხედვით, იმ მარცვლების მიხედვით, გამოიძერწა რა და მეორე დღეს მივედი და მოვახსენე ცხონებულ ნუკრის რომ ესე გზად არისო და მე ამოვიყვანე ჩემთან მოვასმეინე და იმის მე გავრცელდა ეს სიმღერა კლასელები რო ვიკრიბებოდით ინსტიტუტის პერიოდშიც ესე და ყველა მიცოდა რომ რაღაც პირველი სიმღერა აბა როგორი და დღემდე ახსოვს სულ ყველას კონცერტზე 1-2 გამოვიყენეთ ძალიან შინაურ კონცერტებზე ესე მასშტაბურად ბევრს არ აქვს მოსმელი ისევე როგორც კიდევ რამდენიმე სიმღერა ესეთ ჩემ შემოქმედებაში არ აქვს ძალიან ვიწრო წრეში რომ არის ცნობილი და ესე მოხდა ეს სიმღერა აღმოჩნდა პირველი სიმღერა რომელიც მე ელმოვაშე ქარხანაში კარგი მაგრამ რა მაინტერესებს ახლა გპ-ში ჩააბარე კაცო რატო მედიკი არ გა სამედიცინოზე ვერ ვიტანდი და ჭრილობებს და ცუდა არ მიყვარს ეგ კი არა ცხონებულმა მეზობლის ქალმა შვილო დამიკაკუნა საფთულის მეზობელი იყო რა საფთულზე მეზობელი და ხათმის დაკლავდა და მე-9 კლასში ვიყავი მორე თუ რაღაცა და ხათრით უარი ვერ უთხარი და ხეხე ესე დანა ვაწამე ვერ და ძლივ ჩავედი ბოლოში და იმის მერე დავიფიცე რომ შანსი ეს არ არის ჩემი საქმე რა მოკლა სროლა რა არ შემიძლია მუსიკას იღებს რატო არა კონსერვატორია მაშინ კონსერვატორია რატო კაი გპ-ის მერი რატო არ და ესტრადამე 7 წლები დავამთავრე მუსიკალური დავამთავრე არა ნუ არაფერი არ ეთქობა ეხა შენ მუსიკას შემოკარგო რომ შენ არა პროფესიონალი მე მიგაგეთქვი რა ეს უკვე მოიტანა პრაქტიკამ შემოკარგო იცი გამოსულებამ წლებმა ხო და სურვილმა რომ ეს ყველაფერი სიღრმეებში შესულიყავი და კარგად გაგეცნო და კარგად გაგეთავისებინა ეს სტილი და ეს მიმართულება. ანუ ესტრადაზე ვგიჟდებოდი. ვისმენდი ძალიან ბევრს ჩანაწერებს. ჯერ არავინ და არაფერი ვიყავი. ღამე ისე არ წვებოდი და ესეთი ორბაბინიანი, ორკასეტიანი მაგნიტოფონები რო იყო თვითონ რომ თავრდებოდა რა ეს ფირი გავიდა და არა ეს ბოლო რო დამთავრდებოდა ითიშებოდა. ანუ ლოდინი არ მჭირდებოდა და პინკ ფლოიდები იყო მოდაში მაშინ 60-იანის მიწურული 70-იანი. იქ წამოვიდა ჩიკაგო ჯგუფი ბიტლებს ხო ვისმენდით უკვე დიპარპლი იყო ჩემი აი უსაყვარლესი როკ ჯგუფი იყო რა როკ ჯგუფი ზეპელინები ასევე და აი ესეთი ჯგუფები აგერ ნელ-ნელა გამოჩნდა ერთვიან ფაიად შემოძრა 80 ჩიკორია გამოჩნდა 70-იანის აი მეორე ნახევარში გავიგე არის ვიღაცა ჩიკორია და ჰერბი ხენკოკი ერთი თაობა ესე წამოვიდა ნუ მაგაზე საერთოდ გავაფრინე მეთქი ეს როგორ უკრავენ რაებს შვებიან და აი ესე და ეს ყველაფერი იყო ჩემთვის
ვისრუტავდი, იცი, ამ ყველაფერს, იცი? და ყოველთვის მომწონდა იგივე როკ მუსიკა. მიყვარს, გიждები, ოღონდ უფრო მელოდიური როკი როცა არის, ჰარმონიული როკი და არა რაღაცა აბდაობდას რომ მიედმოედებიან, ოღონდ იჩხავლონ, იყვირონ და ეგ არის როკი. ჩემთვის ეგ არ არის როკი. როკი არის, აი Deep Purple იმიტომ მიყვარდა რა. მელოდიური ნაწარმოებები ქონდა. რაც რომ მძიმე იყო. დაიმსახურებდი. როგორი მძიმე კი ბატონო. კლასიკაშიც მასე ვარ. კი ბატონო. გიждები მელოდიურ კლასიკურ ნაწარმოებებზე და სულ პირზე მაკერია ხოლმე ნებისმიერი ავტორი, რომელსაც კი როდესმე დაუწერია და შეუქმნია მელოდიური ნაწარმოებები. თუნდაც ფილმებისთვის, სპექტაკლებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, გამიგე? ხო. და აი ესე იმიტომაც ალბათ ამან ჩემში გამოიმუშავა ის რომ მე თვითონ ჩამოყალიბდი როგორც მელოდისტი რა თვითონ აბდაობდა ვერ წერ არ შემიძლია სტივანდერი რო იყო შეისაყვარებელი აქედან გამომდინარე ვიცი რომ იყო შეისაყვარებელი ხო კი ბატონო კიდე მაგის ხათრით დავწერ მაგის სიყვარულით დავწერე ცოტა აქეთ პერიოდში ისა რა ქვია რა ქვია მერაბე ასრულებდა კაცო საფხულის წვიმაში. ოღონდ ეგ იყო ნელი ვერსია. ჩემი და მე მერაბი მოდი კლუბურ მუსიკად გადავაკეთოთო და რამდენიმე ხანში გადააკეთა უკვე საცეკვაო ვარიანტში, მაგრამ მაინც ისმინება და იმღერება ისე როგორც უნდა როგორც არის საჭირო. საავიაციო ქარხანაში იყო ანსამბლი. არა, საავიაციო ვინ მიგაღწევინა. არა, საავიაციაში აი რამდენიმე დღეში უნდა წავსულიყავი უკვე იქითკენ და ალბათ ეგეც ბედი იყო, ნუ დამირეკეს ტელევიზიიდან. აიხლანდელი საზოგადოებრივი მაშინ ერთი ტელევიზია იყო. მეტი არ იყო. ხო, მეტი არ იყო. რადიოც ის იყო და ტელევიზიაც ეგ იყო. კი ბატონო. ხო და ღმერთმა გაუმარჯოს ბატონ ნუგზარ ფოფხაძეს, მაშინელ ხელმძღვანელს, გიждდებოდა ჩვენი გულისთვის და რა ვიცი, მზად იყო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ გავპოპულარებულიყავით რა. იმიტომ რომ იმდენად დავიმსახურეთ მოკლე პერიოდში. ჭკვიანი კაცი იყო ხოთაშორის ეგ კაცი. ძალიან ჭკვიანი. მაგის დროს მივედი ტელევიზიაში ისორის თამაშებზე 79-ში. აი ეს არ მასწავლებლიძე იყო მოადგილე. კი ბატონო. კი. და შესანიშნავი კოლექტივი აი მუსიკალური რედაქცია. კი ჩემო კარგი. მე 91-დან ამოვყავი ესე მივიტანე სიმღერები მთხოვეს გიაო თენგის ჩხეიძემ დაამერიკა ივერიაში რომ ღეროდა. ცხონებული. თენგის ჩხეიძე გამختარი. კი. გახსოვს, ეგ იყო იქ მუსიკალურ ხელმძღვანელად იყო რა, დანიშნული და გივი გაჩილაძე საერთოდ კურირებდა იქაურობას ორკესტრს ყველაფერს, უნიჭიერესი პიროვნება და თენგიზმა დაამერიკა და მე არ ვიცნობდი ესე ახლოს. არავის აი წარმოიდგინე, მაქსიმალურად არავის არ ვიცნობდი ახლოს. საესტრადო სფეროდან. შორიდან კი მივსალმები ვართ ერთმანეთს, მაგრამ ესე ხელი რაღაცა არა. და მივედი დამხდნენ მერაბი, ზურაკობეშავიძე და იქაური ადგილობრივი ბიჭები. ანუ ეს არ იყო ის საბოლოო შემადგენლობა, რომელიც მერე ჩამოყალიბდა. და გიაო, შენი სიმღერები 3 თუ 4 სიმღერა იყო, მე მგონი. 4-ვე დაიტოვეს. წამოვედი გულდაწყვეტილი მეთქი ეხლა, აუ რო ვნახე ის აპარატურა, ახალი ჩამოტანილი გერმანული აპარატურა, კლავიშები, დინამიკები, გული კინაღამ წამოვიდა, სიზმარში ვერ ნახავდი მაშინ. ადამიანი ისეთი პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირში არ ქონდათ, მოსკოვს და ლენინგრადს და ესეთ დიდ ქალაქებს არ ქონდათ მსგავსი აპარატურა, არაფერი. საიდან ქონდათ? გივი ჩამოიტანა, გივი. გივი, გაჩილაძემ ჩამოიტანა მთავრობის მხარდაჭერით და ტელევიზიაში დადგა. ეს მთელი დინაკორდები და რა ვიცი, სასაული იყო, სასაული. და წამოვედი კარებში რომ გამოდიარ და წამომეწია თენგიზ და გიაო ერთ წუთით და რასაკეთებენ მე ვთხარი აი საავიაციოში ვაპირებ რამდენიმე დღეში უნდა მოკლედო მოიფიქრეო რა ბიჭებმა დიდი სურვილი გამოთქვესო რომ თუ მოახერხებდაო ჩვენთან ერთად რო ყოფილიყო ანსამბლიო თანო სიმღერებს წერსო კარგიაო და თან კლავიშებზე დაუკრავდა ისაო და მივედი სახში ვიტირე რა ლამის დედა მამა არ მინდა საავიაციო აი არ მინდა ბინოკლი ეგეთ მონჩი როგორი აი გინდაო რო არის გინდაო არაშო აბარა წადიო შენ უნდა იმუშაო შენი პროფესიითო იქნება მომავალშიო გაგიმართლოსო ფული იშოვნო რაღაც ნუ ხო იცი რომ ჩამოყალიბდები სპეციალისტად მოკლედ ხო კი როგორ არა იმიტომ რომ ეს არის გართობაო გამიგე უნდათ რომ მყარად გამედგა ფესვები ამ ცხოვრებაში რა და იცოდნენ რომ ეხლა სიმღერა და ის არ იყო ეს
მომგებიანი ფინანსურად ვერ გაიმართებოდი წელს. ეს ხო უფრო აი ხალხი დღესაც აქვს დამოკიდებულება მართალი გითხრა, რომ მუსიკა გონია, ვიცი, ბევრი კი. რომ გონია მუსიკა, გონია გართო. კი, არა, მე უკვე ამაყობდნენ, რომ აი ჩემი შვილი და რაღაცა და მე 2 წელი, 3 წელი. არა, ეს მაშინ გასაგებია, მაშინ მესმის, მაგრამ დღესაც არის ეგ. მაშინ მოდაში იყო GPI სამედიცინო. აბარა, სამ სახიობო, მაიმუნობა იყო. როგორ შეიძლება ჩავდე. ხო და ესე რა და იმდენი რომ მეორე თუ მესამე დღეს მამა გადავიდა GPI-ში რექტორთან შეაჭრა პირდაპირ და დაუჩუქა ლამის უღა ჩემმა შვილმა ესეო და გადამიკეთეს ის განაწილება და გამიფორმეს როგორც თავისუფალი განაწილება. ანუ დავამთავრე ინსტიტუტი, მაგრამ სადაც მინდოდა ჩემი ნებით, სადაც მოვისურვებდი, იქ წავიდოდი და ამ დროს რა პროფესია არის? წამოვედი აგერ სასიმღეროდ და გასართობად, ხო? როგორც დღეს ფიქრობენ, გართობა. კი, კარგი სიტუაცია, მაგრამ აქაც წვალება გინდა, აქაც ფიქრი გინდა, აქაც ნერვიულობ, განიცდი. არ არის რა ეგრე, ესე რომ ფიქრობენ, რომ ვა რა ადვილია, გულაობ, არ გულაობ. ეგ ხო იციან, მაგრამ სახიობის არ იყოს. აბა, სანამ სცენაზე გამოხვალ და დადგები და მაყურებელს შენს აი თამაშს გადაცემ რამხელა შრომა უნდა, ეს ერთი კვირის ხო არა? ასაკეთებ ნაშები ყავს. ხო, გაიგე. არ არის ეგრე არა. ხო რა. რო გონიათ, ხო. ხო და აი ესე ამოყავი უკვე თავი მივედი. თეატრონამდე როგორ მიხვედი? თეატრონამდე უკვე ჩვენ დავამთავრეთ აი ეს ეტაპი გავიარეთ 85 წელს მოხდა ისე რომ დავტოვეთ ტელევიზია. ანუ იგივე შემადგენლობით. ოღონდ უკვე ჩვენთან იყო იმ პერიოდში ჯერჯერობით იყო მიშა ფოფხაძე ბას-გიტარაზე ჩვენი მამა მიქაელი ჩვენი. დიახ, ხო აი სურათი ხედა უკვე მონიტორზე. აი დიახ. ოღონდ აქ უკვე ეს არის 88 წლის დეკემბერია, ახალი არა, ეს მარჯანიშვილის თეატრია, კი ბატონო. ეს მარჯანიშვილის თეატრში ვართ. აი ეს არის 88 წლის დეკემბრის წინა საახალწლო კონცერტი გქონდა რასიას იმაში დარბაზში. ეს უკვე 82 წელი ერთ-ერთ ფაბრიკის ტერიტორიაზე ვიყავით, აღარ მახსოვს იქ. ფარდები მომწონს, ფარდები. ხო, ფაბრიკის დარბაზი იყო. ესეც მარჯანიშვილის თეატრში გადაღებულია. და აი ესე ნელ-ნელა ვიცვლებოდით შემადგენლობა რა დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა უკვე თემური ყვითელაშვილი რომ მოვიდა ჩვენთან, ეს იყო პიკი უკვე ჩვენი შემადგენლობის და აი შემადგენლობით უკვე საბჭოთა კავშირის მასშტაბით ურტყამდით წრეებს, სოფელი, ქალაქი, არ დაგვიტოვებია არაფერი. საქართველოზე აღარ არის ლაპარაკი. გოგი? და ყველაზე კარგი თათარაშვილი. ხო, ეს თათარაშვილი, ხო, ჩემთან ძველ სახლში, ხო. კი ბატონო, მაშინდელი სურათია. ხო და იმდენად, ხო, თან 85-ში ხო იურმალაზე წავიდა მერაბი. გამოვიდა სამი სიმღერა ჩემი შეასრულა იქ. იყო რუსულენოვანებიც იყო იქ სიმღერები ყველაფერი, მაგრამ იმ სამიდან ერთ-ერთი გახდა ძალიან საკმაოდ პოპულარული რა. ოღონდ რუსული ტექსტი დავწერეთ სპეციალურად, დაიწერა უბრალოდ. ერთმა რუსმა ავტორმა მაჩუკა მომცა ეს ტექსტი გასტროლებისას და რამეს თუ მოვიფიქრებ თუ გიაო, კარგი იქნება, მოვიფიქრე მაშინ იმ პერიოდში და ისეთი პოპულარული გახდა, რომ მაგ დროს მოსკოვში წინა დღეს ჩავატარეთ კონცერტი და მეორე დღეს ქუჩაში გამოვედით რა ის მაღაზიები რამს ვათვალიერებთ და ხო და რომ მიესიენ მერაბის გოგოები ეს იყო სასაული რა იმიტომ რომ ძალიან ახლოს მიქონდათ ყველანაირად პროგრამაში თუ იყო 20 სიმღერა 20-დან 4-5 მაინც ქონდა რუსულენოვანი მაგრამ ეს ქართულენოვანი სიმღერები წარმოიდგინეთ ჯაპან ბალტიისპირეთში კონცერტია. აი სადაც იურმალა ტარდება ხოლმე, იგივე დარბაზში ქონდა კონცერტი, ოღონდ ჩვენი კონცერტი იყო სოლო. ყველაფერი ესმოდათ, გეგონებოდა რა. ისეთი ბიზ და ბრავო იყო ქართულენოვან სიმღერებზე. გიждდებოდნენ. მე ამოდიოდნენ და საიდან გაქვთ ესეთი აპარატურაო? ეს არის გეუბნები 89 წელს იყო ბოლოს კიდევ კონცერტი და მანდ ვიყავით რამდენიმე ადგილზე იყო რა. დაქონდათ ეს აპარატურა მიკრო. ჩვენ დაქონდა, მაშინ დაქონდა. ინსტრუმენტები თავისად თვითფრინავით იგრუზებოდა, თვითფრინავში იტვირთებოდა და იქ მდებარე იმაში მე ტრაილერებით მოქონდათ და ასე შემდეგ. მაშინ არავის არ ქონდა ეს აპარატურა. გიждდებოდნენ საიდან ამ დროს იყო გივის დამსახურება ყველაფერი. ხო და 99 წელი რო იყო ჩვენ და საუბედუროთ.
აპრილის თვე და იქ გვაქვს ორი კონცერტი გვაქვს ბალტიისპირეთში დარჩენილი. კიდევ და რეკავენ ჩვენები რა და ესეთი ამბავიო მიტინგებია ისეო და რუსის ჯარი და მთელი ამბები და მოხსენით ის ორი კონცერტი ოფიციალურად გავაუქმეთ. სასრაფო წესით მე არ ვიცი როგორ მოხერხდა ვიშოვნეთ ბილეთები, გვიშოვნეს და გადმოვფრინდით სამწუხაროდ ბოლო რეისივით იყო რა პირველი საათი ხდებოდა თუ რა რომ ჩამოვფრინდით. და ვერ მოვახერხეთ უკვე იმიტომ რომ იმის საათი იყო დაწყებული კომენდანტის საათი და ტანკები და მთელი ამბები ხო ქუჩაში და დავრჩით ერთ-ერთთან რა ახლობელთან სახში ვაიმ გათევას ჩვენ რო გავავთიეთ მეორე დილას უკვე რო გაიხსნა ეს კომენდანტის საათი რომ მოიხსნა მე უკვე დავნაწილდით რა ოჯახებში აი ესეთ პერიოდში ჩვენ წამოვედით გამოვიქეცით სასრაფო წესით და ეგ იყო უკვე შეიძლება ითქვას დასასრული ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების რა სამწუხაროდ იმიტომ ეს თეატრალური ხა რა მაინტერესებს იცი ინტერვიუში წამბობდი რომ აი საავტორო საავტორო შემოწმებებს გადიოდა ეს სიმღერები და ამას ამოწმებდა ჩვენ ვიყავით გიორგი საბაძე ვაჟა აზარაშვილი ბიზინა ყველანზე კი ბიზინა ბატონი ბიზინა კი აგე როგორი ახალგაზრდა ხარ აგეგია ნახე აბაუფური ინატრე ეს ერთ-ერთი ჩემი სიმღერა იყო და აქეთ ბიჭები დგანან ჩემები კარგი პერიოდი იყო რო უყურებ ამ კადრებს მართლა იცრემლები მარტივია ხოლმე და აი იმასაც მინდა რომ დავბრუნდე ხოლმე რა ცოტა ხნით მაინც ხო და ნებისმიერ რამეს რაც უნდა გასულიყო ეთერში აკონტროლებდნენ მუსიკალურს და ვიდექით გარეთ ფოიეში და სულ მოუთმენად ველოდებოდით რას დაბრაკავდნენ რას არა მე პირდაპირ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ არც ერთი ჩემი სიმღერა არ დაბრაკულა მიუხედავად იმისა რომ არ შეუთავსებადი იყო თქვათ მანდამაიც იმ მიმდინარეობებთან რაც მაშინ იყო ქართული ესტრადის სინამდვილეში წმინდა წყლის ქართული ფორმით სიტყვები მე კონკურენცია არ იყო ესეთი სიმღერები იყო ხო არა ხო 75 იყო ზღვაო ივერია იყო რაღაცა ეხლა თქვენ იქ რო სიტყვი ეს უკვე ბევრს ნიშნავს რა კი ჩანსახი კონკურენცია იყო აი აბარა ჩვენ და 75 ისე ვიყავით დაახლოებულები ერთად დავდიოდით ერთი ანუ განყოფილებას მუშაობდით ხოლმე გორი ხაშური ზესტაფონი რა ხუთაი და გზაში კიდე კეიფები და ერთ სასტუმროში ცხოვრობდით აი ესეთ სიტუაციაში ცხოვრობდით და ვატარებდით დროს თუმცა ნელ-ნელა ჩამოშორდნენ სცენას ჩვენზე ბევრად ადრე შედარებით რა ანუ აღარ მოისურვეს რომ გაეგზელებინათ შემოქმედებითი ცხოვრება და ჩვენ გავაგზავნეთ როგორც თქვი 99 წლის ჩათვლით გამიგეთ მიუხედავად იმისა რომ ეს ცუდი ამბები დაატრიალდა ერთი წელი გადის უკვე სახში ვზივარ მირეკავს რომარ ცხილაძე გიაო შენო ვიციო რომ თქვენო მანდამაიც აღარ ფიგურირებთო რა და მეო რაღაცებს ჩალიჩო ვაკეთებო და თუ გაქვს დრო და სურვილიო იქნებ ჩემთან ნატრის ხეში წამოხვიდე როგორც მეორე კლავიშნიკიო და წავედი თუ ჩემი საქმე ეგ იყო და წავედი და მანდ ერთი წელიწად თითქმის 2 წელი ვიყავი უკვე რომასთან ერთად ბიჭებთან ერთად იქ სხვა პროგრამა იყო თავის დავაცხადე მაგრამ მაინც ვახერხებდით იქ ფაშალი რო იყო ალიკო თუ არა ალიკო არ იყო რომასთან ამბობ ხო კი ბატონო თვითონ თავისი ძმა ეს არის 80-იანი წლები რა 80 არა ეგ არის უკვე ომი ახალი ეს რუსთაველის ამბები ახალი მომხდარი 90-91 წელი აი ეგეთი პერიოდი არის დაჟე ურენ გოიში მოვახერხეთ წასვლა ეს არის ადგილი სადაც 2 თვეა თუ 3 თვეა მზეს უყურებენ აი ეს გამოვაგზე და всё აღარა დანარჩენი ყინვებია ისეთ სასაული რა მაგადა სადაც იქ უბედურებაში საშინელება ხო და ვისთან ერთად სოსო იყო პავლეაშვილი და პანაროვსკაია სოსო და პანაროვსკაიას რეპერტუარი გავუკეთეთ ჩვენ აკომპონირებას უკეთებდით რომარ ცხილაძე და ჩვენი შემადგენლობა რა ირინა პანაროვსკაია კი ბატონო კი და ერთი წასვლა იმ შორეზე წავედით გარეთ ხურს ვერ გამოყოფდი რა და გავატარეთ ის რამდენიმე დღე სასტუმროში გეყინებოდა ყველაფერი ხო მუზასთან დაკავშირებით რა ხდება ხოლმე ეხლა მე ვიცი ერთი რაღაცა თან ეხლა ხან გავიგე და მოდი და დავსვლა მაყურებელსაც უნდა უთხრა რა რაღაც კოლექციებიც გაქვს შენ
თვითმფრინავების და რაღაცა ავტომანქანებს აკეთებ თურმე აცოცხლებ აჯანსა გაოცებული ვარ ესე იგი ნუ ეს უკვე იქიდან წამოვიდა რა სადაც სწავლობდი რა ეთქობა და არა ეგ ჩემი ბავშვობის მიყვარდა რა სათამაშოებთან ურთიერთობა იცინიან თოჯინებში ხო რა აი მე ალბათ უნდა ყოფილიყავი წესით სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი ან რაღაცა ხომ არა ის თვითონ დაფრინავს ეგეთ თვითმფრინავები ყოლია სამწუხაროდ ეს არის მე-6 კლასში რო ვიყავი ჩემი დიდი თხოვნის შედეგად დედაჩემა და მამაჩემა დამთეს ნება რომ ავიამოდელიზმის წრეში მივსულიყავი. სადაც ახლა დიდი ბაზრობა არის. ვიცი იმაზე წერეთილი რო იწყება დიდუბე. იქ იყო დიახ დიდი ცენტრი იყო. სადაც იყო გემებს აწყობდნენ თვითმფრინავებს მანქანებს და მე რატომღაც თვითმფრინავები ავირჩიე რა მიყვარდა რა რომ აი დაფრინავდა რადიო მაშინ მანდამაც რადიო მართვა ჩვენთან არ იყო განვითარებული ოღონდ იყო აი ესე წვრილი ტროსებით იყო გამომული იყო მოდელზე ოღონდ ძრავი იყო ბენზინის ძრავზე იყო საწვავზე იყო და წრეზე დაატრია ხო და ესე დიდ დაახლოებით იქნებოდა ეს ზუსტად სიგრძე აღარ მახსოვს ერთი ალბათ 15 მეტრის რა სიგრძით 13 12 და ესე წრეზე თაბლო არ უნდა დაგხვეოდა და დაფრინავდა მე ნელ-ნელა ეშვებოდა ქვემოთ რა როცა გათავდებოდა რა ბენზინი ხო საწვავი რო გამოელეოდა ის ძალაუნებო რომ ეშვებოდა აი ეს მაგრამ მანდვია ერთ ნახევარი წელი და სკოლაში მოუკელი სწავლას. იმიტომ რომ გადართული ვიყავი სახშიც რომ მოვდიოდი, ვაწყობდი კიდე რაღაცებს იქა და ეწყინათ რა ჩემებს რომ აი შვილმაო მოუკლო იმასო სწავლასო და ეს მალე ოროსანი გახდებაო ძროზე თუ არ მოვაშორეთო და რო გამომიყვანეს იმ წრიდან ხომ? ეტყობა გულში ჩამჩა ეს ხინჯად და უკვე ეხლა უკვე გავიდა ამდენი წლები ხო? 2008-9 წელი იყო. რომ ვათვალიერებდი ხო იცი ინტერნეტში რაღაცებს და YouTube-ზე შევედი და შემთხვევით ამოყავი თავი ამერიკულ საიტებზე, გერმანულ საიტებზე, ფრანგულ, სადაც ავიამოდელიზმით არიან 80-70 წლის პენსიონერები დაკავებული რა და მიდიან ვიკენდებზე და პარასკევის შაბათ-კვირას გარეუბანში ატარებენ კონკურსები ტარდება იქვე საჭმელი, სასმელი, ლუდი, რა ყველაფერი და უდიდესი მოტიტულებული ტერიტორიებია და ბოლოს აჯილდოებენ თვითონ მათგანს. ასევე მე დავინტერესდი სხვა სფეროებში. არის იქ სპეციალური ტრასებია გაკეთებული, მოტორბოლა მიდის. აი ახლა 1-5-თან მოდელები არის მოტოციკლების. დიახ, ჩვეულებრივად ორბოლბაზე არის და დაქრიან ისეთ სისრაფით, რომ შეიძლება მანქანით ვერ წამოეწიო რა და არის ტრასები დახატული. როგორც მანქანებისთვის, ასევე მაგათთვის. დგან არის 5-8 კაცი ზემოთ ამაღლებულზე და ეჯიბრებიან ერთმანეთს. იმათაც აჯილდოებენ და მე ეს აწყობის მომენტები და იქ რო ეს წმენდნენ დეტალებს და არის ერთი ამბავი და აენთო რაღაცა ჩემში გამიგის გამახსენდა ის მე-6 კლასის პერიოდი და მეთქი რატო არა ვარ მე აქ დავინტერესდი ეს სამოდელო წრე თუ არსებობდა. ამ მიმართულებით და მივაგენი ბიჭებს რა მივაკვლიე და იმათაც ადგენენ ჩამიხუტეს და იმათა ერთად აი ეს წლები გავატარე და ბოლო 5-6 წელია ნელ-ნელა ჩამოშორდით რა ყველას რაღაცა პრობლემა გაუჩნდა ცხოვრებისეული და ნელ-ნელა მიხედეს თორე სხვადასხვა კონსერვატორიიდანაც იყვნენ იქ ინჟინრები საკმაოდ ტვინები რომ მაგრად უმუშავებთ აი ესეთ ტიპაჟები აი არ ვიცი ყველანაირად დახვეწილი პიროვნებები ყველა საათითაოდ მაგრამ იყვნენ დაკავებული ჩემი რა არის მე რა მაგალია მე რა იმხელა ამ ოთახში არ დაეტეოდა ზოგს იმხელა მოდელები არ არის შეიძლება არის კიდევაც რა აი ეხლა ეგ მაგალითად აი ეხლა წესით უნდა იყოს მაგრამ რაღაც უფრო დრონებზე გადაერთნენ ეხლა დრონები ხო დრონებზე კი ბატონო და ეს სხვა რამე ამ დროს ეგ უკან დაიხია ავტომოდელიზმი ნანახი მაქვს რომ ღმერთმა ხელი მოუმართოთ ჯერ კიდევ წამოვიდა ისევე რა არის იცით ხალხო ცოტა ძვირი სიამოვნება მოდი პირდაპირ თქვა და ჩვენთან საქართველოს მოსახლეობას არ აქვს მამიკოებს დედიკოებს ის შემოსავალი რომ შვილი ატარონ დააკავონ ამ წრეებში ამ მსგავს წრეში იმიტომ რომ საშუალო ფასი ჯერ კიდევ ჩემ დროს მე რომ ეხლა 2009-10-ში იყო ყველაზე ისეთი მარტივი
საფრენი აპარატების იყო სადღაც $200 ფარგლებში რა 120-დან 150, მაგრამ აქ არ იყიდება არაფერი. ერთი დეტალიც კი უნდა გამოიწერო. რო გამოიწერ, ის ჩამოდის გამბაჟებას გადის. იმ გამბაჟებას იგძე, სიგანე, სიმაღლე, წონა ისა და იმის ფული უნდა ცალკე გადაიხადო. მერე ეს უნდა აწყო კიდე. ამას ჭირდება დამატებით, რომ ჩამოგდის, ყველაფერი ერთად არ ჩამოგდის. ჩამოგდის თვითონ ფიუზელაჟი. ანუ ფორმა თვითონ. შიგნით ელექტრონიკა კიდე ცალკე უნდა გამოიწერო, გაიგე? იმიტომ რომ ჩვენთან არაფერი ძრავი, კომპონენტები აი საჰაერო მოხრუჭებისთვის, აი ესე თვითფრნავს რომ ესე ზევით ღვთის უკანა ნაწილი ესე რომ ეხრება ზევით ღვთით რომ ან მიმართულება შეიცვალოს, ან დაამოხრუჭოს დაშვებისას, ან ისა ეს ყველაფერი რაღაცამ ხო უნდა მოკაჭოს. მატორჭი პატარა ძრავებია, ისინი ცალკე უნდა სიჩქარის კონტროლიორები არის, მაგრად მოკაჭავ რადიოზე უფრო სწრაფად მიდის, ნელ-ნელა მიუშვებთიც, ანუ უკან ის უკვე კარგავს სიჩქარეს და ნელ-ნელა ეშვება. დასაგებია, ეს იმდენი რაღაცა აკუმულატორი ძრავები, ხო, ძვირები და საერთო ჯამში რო აიღო ეს ყველაფერი, ის უმარტივესი რაღაცა აგდის $300-ზე მეტი თუა და არის სერიოზული თვითმფრინავები. მანქანის ფასებს იხდიდა $2000, $3000, $5000 და ეხლა რა ვარია შვილი შეიყვანო და გაგატყაოს. თორე უნიკალური რა, აი ძალიან მაგარი რაღაცაა. კი ბატონო. ძალიან. გია დაუბრუნდეთ, მოდი რატო ეს დრო დავეშვათ. მიწაზე და დედამიწაზე დავეშვათ. აი ხა დღეს ხა არანჟირება შეიძლება ითქვას ხელოვნების ერთ-ერთი კიდევ ერთი ფორმაა რა, არანჟირება რა. ეხა როგორ რამეც ხელოვნებაა რა ნამდვილად რა და განსაკუთრებულ მიდგომებს უეჭველი მოითხოვს რა. კი, აუცილებლად. ეხა რას ვიცახი იცი რომ აი მაინტერესებს ეხა აი არანჟირებაზე ვიცი რომ მაგრად მუშაობ ეხა მაგრამ ვიცი ეხა ინტერვიუში ამბობ რომ ეხა სიმღერებზე მეტი არანჟირება გაკეთებული საერთოდ კიდე რა იმაზე მეტი ხო და რა მაინტერესებს აი ხანდახან არის ხომ რომ მაგაზეც მითხარი ერთ-ერთი სიტყვა არანჟირებასთან დაკავშირებით და კიდე ერთი რამე მინდა კითხო მოდი შენთან კლიენტი რომელიც თხოვს არანჟირების გაკეთებას ცოტა მოგოიმოა რა ეს ტიპი რა აი კომპრომისებზე მიდიხარ არ მიდიხარ აი იმას გთხოვს რაც შენ ეხლა არ ვარ გეუბნები ამას რომ არ ვარ და არ ყოფილა ეგეთი კლიენტები არიან ალბათ ეხლა შენ ცხოვრებაში და აი ამასთან დაკავშირებით მითხარი საკმაო რაოდენობით მაგრამ ძალიან რბილ ფორმებში უხსნი რომ ისე არ გამოვა თვითონ როგორც უნდა თუ მართლა ეგეთი დონის არის ან თუ მთავაზობს მსგავს დონეს იმიტომ რომ მე ჩემ დასაბედნიეროდ დღე არ გადის რომ არ ვისმინო ახალ-ახალი ნაწარმოებები იგივე YouTube-ის დახმარებით ეს არის უნიკალური საშუალება რომ გაიგო რა ხდება მსოფლიო ბაზარზე ხო და იმდენ რაღაცას ვისმენ რა თქმა უნდა, ძირითადად ამერიკულს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამერიკული მომღერლებისგან და მუსიკოსებისგან ვიღებ უდიდეს ინფორმაციას. და ვცდილობ რომ ის ვიღაცა რომ მოვიდა ხვალ, ხომ? ესე მინდა. მე ვცდილობ რომ ცოტა დღევანდელი ელფერი შევმატო მის მიერ არჩეულ სიმღერას, რომელიც მან უნდა რომ შეასრულოს მომავალში, გამიგე და არ მინდა რომ თქვათ ეს ყველაფერი გადაწყდეს 3 აკორდში, 4 აკორდში. პირიქით თუ კი საშუალებას მაძლევს ეს ნაწარმოები, იქ კიდევ ჰარმონიულად ვცდილობ რომ გავამდიდრო ეს ნაწარმოები. რა თქმა უნდა, შედარებით ახალი ხმის ტემბრების ხარჯზე კიდევ რომ ეს არ დაემსგავსოს თქვათ 1960 წელს გაჟღერებულს ან 70-ში ან 80-ში თუნდაც მინდა რომ ეს იყოს დღევანდელი 2000-იან წლებს გავდეს 2010-ას 20-ას სულ თლად დღევანდელს თუ გინდა ესე ვიტყვი და ვცდილობდა თუ წამომყვება თუ არა და მაშინ მე პირდაპირ ვეუბნები რომ არ მინდა რომ მე ეს არის ჩემი პრესტიჟის ამბავი რასაც მე ვაკეთებ აქ არ არის ლაპარაკი გადახდაზე არ ტრაბახობ ბევრჯერ ყოფილა ხშირი შემთხვევებია იქ ნაცნობი მოდის იქ ვიღაცის შვილისთვის უნდა ჩემ ახლობელს ვიღაცას თვითონ ჩვენი წრიდან უნდა ვიღოთ არ არსებობს მე მაქსიმალურად ერთი კაპიკი არ ამიღია არავისგან მე ვიცი ვის გამოვართო ვის არ გამოვარდა და თუ ვართმევ იმასაც იმდენად რეალურ თანხას ვართმევ რომ დღეს ეგეთი თანხები ჩვენ ბაზარზე არ არსებობს უბრალოდ და დამცინია მე მაშაყირებენ ხოლმე ჩემი კოლეგები მაგრამ
რა ვქნა, ესეთად დავიბადე და ესე გამოვიარე ეს გზა. გამიგე, ვიღაცის მდგომარეობაში სულ შევდივარ და ვეუბნები უარს, ანუ არ მინდა, შენი არანაირი კაპი, მე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩემი პრესტიჟის ამბავიც არის. რომ ვიღაცა ხო კითხავს, ვინ გააკეთა? გია მაჭარაშვილი. არ მინდა რომ დამცინონ და რა ვიცი, მე მგონი დღემდე არავის დაუცინი ვარ და რატომაც დარწმუნებული ვარ. დღეს თუ მუშაობ, გია. კი, როგორ არა. გაქვს ესე კი კიდევ ხო შემოთავაზებები და რა ვიცი. კი, როგორ არა. რატომაც არ გიქცევ. გამომდინარე, ჩემი ასაკი და მიხარია რომ მაინც მაქვს. კონცერტები სიმღერაზეც და კონცერტები და რაღაც აი კონცერტები არის ხოლმე წლის განმავლობაში. აი საჩეირება გია ბაჭარაშვილის სიმღერები მოისმინოს ადამიანს ძალიან ხოლმე რას ვამბობ ხა იქ არა ყველგან ისმის კარგივიცი და მე კონცერტზე წავიდე სადმე აი საღამო ეგეთი რამე ეგრეთ ეხლა ძირითადად მერაბი აჟღერებდა ყოველთვის თავის კონცერტზე იმიტომ რომ საკმაო რაოდენობით ქონდა ხოლმე პროგრამაში მაგრამ არიან ცალკეული მომღერლები მე არ ვიცი ეხლა როდის მღერიან სად გამოდიან რას აკეთებენ მე არ მაქვს გული ხვალწდება მაგასთან დაკავშირებით რომ აი იმის არ იყოს კარგად თქვი ეხლა რომ გამოვედითო და მერაბს დაესიენ შენ კი არავის დაგესია იქ რა გამაშია თელი მუღამი რა არის იცი რომ ეხლა მაგაზე თვალშორის სერგო რეზოჩხეიძე ყვებოდა ატესავდა და რო გამოვიდაო ესე იგი სტადიონი ადგა თურმე რომ ატესა რაღაც ლუჟნიკებზე ადგა თელი სტადიონი რომ ეს შემოვიდაო ჯარისკაცის ბაბა შემოვიდაო და გვერდზე და რეზოჩხეიძე კი ბატონო ის არავის არც იცოდნენ ვინ იყო არც იცოდნენ ვინ იყო რეზოჩხეიძე კი ბატონო კი მაგაზე ხვალწდება გული ცოტა მეთქი მართლა გეუბნები ალალა თუ ამბობ არ მწყდება პირიქით ძალიან მიხარია რომ ეს იგივე ჩემი გამარჯვებაა თუმცა ჩემ დასაბედნიეროდ არის ხშირი შემთხვევა არის როდესაც მე ჩვეულებრივი თანამოქალაქე ვარ ჩემი საყვარელი ადამიანების სადაც მივდივარ მოვდივარ ფეხითაც ხშირად მივლია ხოლმე ტრანსპორტიც გამომიყენებია მიუხედავად იმისა რომ მანქანით შემიძლია გადავალ არის ისეთი სასაული მოძრაობები ის მირჩევნია პენსიონერის ბარათი გამოვიყენო და ავტობუსით ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მივჩვეულებრივად და მოსულან და რაღაცა უთქვამ და მომფერებიან და პირიქით ეს არის ჩემთვის არის უდიდესი სიხარული და ბედნიერება იცი როდესაც განსაკუთრებით შენ თაობას შენზე ცოტათი ახალგაზრდებს რომლებსაც ახსოვთ ის პერიოდი 80-იანი წლების ის კონცერტები და მეუბნებიან კიდეც ნეტავი იმ დროსო რა ბედნიერები ვიყავითო რომ ამ კონცერტებს ვესწრებოდითო და თქვენ სიმღერებს ვისმენდითო ისა და მოდივარ სახში ბედნიერი, გახარებული, ჩემ მეუღლეს უყვები ხოლმე, აი ესე ვიღაცა შემდგომ. აი როგორი მეუღლე ყავს. აი ეს არის ჩემი სიმდიდრე, იმიტომაც ვარ ამით მდიდარი და არა თქვათ. გია, შესვლილი თუ აი 3 წუთი დაგვრჩა. ხო და. 2 წუთი 3 წუთი იქიდან ყურში მეუნებიან, კი არ გასვენებენ და იქიდან არიან. 3 წუთი დარჩა, 3 წუთი დარჩა, იქიდან გეძახიან. გავიდა, ეხლა საინფორმაციო ხო 2 წუთი და 40 წუთი გავიდა უკვე. რას მის შესვლილი თუ არ შესვლილი შემოგარგო ცხოვრებაში. ეხლა თავიდან უნდა გაწევინა. შაბლონი ეხლა ეს ბანალური შეკითხვაა, მაგრამ მაინც კითხვა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი არის ეს უფლის ნება. მე თუ მომავალ ცხოვრებაში ისე ამ სტილის როგორც ეხლა ვარ, ამ ტიპის ადამიანად გავჩნდები. არ ვიცი ეხლა ვინ იქნება დედა მამა შემდგომ ცხოვრებაში, ან ვინ ვიქნები მე, მაგრამ თუ ეს სული ჩაისახება ჩემს შემდგომ ცხოვრებაში, ხო? ალბათ იგივე გზას უეჭველად გავყვებოდი, მაგრამ ხო შეიძლება ეხლა იქ უცბად გამოვიდე ბიზნესმენი, ან ცოტა ცუდი კაცი თუ ინდურს გავყვებით შეიძლება ადამიანებათაც არ გავჩნდეთ ხო შეიძლება საზამთროთან ყვახათან ხო იცი რაღაცა 93 ლეღვი რო იქნები ახლა ამის ვერად 93 წელი იყო 12 რაღაცა ძალიან შემთხვევით ისეთ სიტუაციაში მოხვდით რომ ერთი ქალი აღმოჩნდა რომ ესე იმაშვებოდა რა კითხაობდა თუ რაღაცა ხო და მე რო ჩამიხედა მე მითხრა რომ მე ყოფილვარ თურმე წინა ადრეულ ცხოვრებაში ყოფილვარ თურმე სამხრეთ აფრიკის მაცხოვრებელი შეხედე ქალი და ბიბლიოთეკარი ეს იგი კარგად იცხოვრე რომ კაცად დაიბადე აი ამას ეს საფეხურებია მე ქალია მე ცხოველია მე მცენარეა ქალის მე ცხოველია საფეხურები ქალის მე ცხოველია ბოდიში მომიტყორია მე მცენარე ეგრეა ხო აი მე იბადები კაცად დავიჯები მაქსიტყვებისთვის ეგრეა ინდურში ეგრეა მელაშოში ვარ მე სხვადასხვა ჯერა ეგეთი რაღაცები ხო ინდურში გარდასაყვარ უნდა დავაზება ისე გულისაუბრებთ პრინავით ეფშენ ჯერა რომ მარტო ჩვენ არ ვარ არა რა თქმა უნდა კიდეგან როგორ უნდა დაშტერდე ისე რომ იფიქრო ამაზე მაგრამ
რაც თავარია მე მწამს უფლის და მე მწამს ღმერთის. რა თქმა უნდა, უფლისა უნდა მწამს. ეკლესიის და დავდივარ წირვებზე და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა გია მობზანებისთვის. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა მობზანებისთვის. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი და ძალიან გულიმწყდება რომ გშორდები. მაგრამ აი შემომესიე იქიდან და წავიდა უკვე მუსიკა ამბავი. რა გავაკეთო? ბატონებო და კაბატონებო იქით ქუჩაბათამდე გემშვიდობებით და დარჩით აუცილებლად ჩვენთან, იმიტომ რომ იქნება ჩვენთან ეკა ვებხვაძე თავისი არაჩვეულებრივი სტუმარით და არ ჩვენი გია ამასაც შევხვდები აუცილებლად კიდევ ერთხელ როცა იხდება და არაერთხელ უღრმესი მადლობა დიდი მადლობა მერთმა დაგვეცეთ